ბიზნესის დაწყება გინდა, ხო? მაშინ ჯობს ამ ვიდეოს არ უყურო. თუ მაინც აგრძელებ გეტყვი რომ სახელმწიფოს უნდა რომ 15% მოგების გადასახადი გადაიხადო, 5% დივიდენდის გადასახადი, 18% დეგეგ, 20% საშემოსავლო, 2% საპენსიო, 2% კიდე დასაქმებულის და კიდევ რა. ხო, ყოველწლიური 1% ქონების გადასახადი კიდევ. დენი, გაზი და წყალი, ასევე ინტერნეტი რამდენჯერმე უფრო ძვირი გექნება ვიდრე საყოფაცხოვრებო. კლიენტს უნდა რომ ნაკლები გადაიხადოს და თანამშრომელს უნდა რომ მეტი გადაუხადო. დაარსების დღიდან უნდა ყავდეს ბუღალტერი და თუ ოფის ან საწყობს ფლობ, მაშინ აუცილებლად უნდა ყავდეს შრომის უსაფრთხოების ოფიცერიც. კორპუსის მეზობლებს, კორპუსის თავმჯდომარეს და კონკურენტებს არ უნდა რომ იყოს საერთოდ. თანამშრომელი შეიძლება ავად გახდეს, ფართი შეიძლება გახდეს ვანდალიზმის მსხვერპლი. კლიენტი შეიძლება იყოს უკმაყოფილო და თანხის მოთხოვნაც კი გააკეთოს უკან. შენი პროდუქტი შეიძლება ჩანაცვლდეს ან ტექნოლოგიით, ან კონკურენტის დემპინგის შედეგად. ბანკი სესხს გაძლევს 15-დან 20%-მდე. შენი საქმის 90%-ს ვერავინ დაინახავს და დააფასებს და ბოლოში მაინც შეიძლება არაფერი გამოვიდეს. რამე ხომ არ გამომჩა, ხო? ამას შეიძლება მოყვეს შფოთი, პანიკური შეტევები და ქრონიკული დაღლილობა. ხო და თუ ამ ყველაფრის მერე მაინც გინდა ბიზნესის დაწყება, მაშინ ეს შენი ყოფილა. და იურიდიული და ბუღალტურული მომსახურებისთვის მოგმართეთ ჩვენ LTA.